საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მორიგჯერზე კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად Selfie Mobile-ში იმყოფებოდნენ. სადაც ქართული ტელეკომ ოპერატორის სამწლიანი ოპერირების შედეგებს, მიღწევებს და გეგმებს გაეცნენ, რაც კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის არის გაწერილი. Selfie დაფუძნებიდან BAG-ის წევრია და ამ პარტნიორობამ, როგორც აღნიშნავენ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ წარმატებაში, რომელსაც სიტყვების მიღმა რიცხვებიც მოწმობს. კიდევ უფრო ცლად BAG-ის და Selfie-ის ურთიერთობებზე, როგორც ამ უკანასკნელის გზისა და მონაგარზე, ჩვენი სიუჟეტიდან კი ამბობთ. ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე 3 წლისინ ახალი ხედვით, ხელწერითა და სტრატეგიით გამოჩნდა მოთამაშე, რომელმაც თან მოიყოლა სრულიად განსხვავებული პერსპექტივა ინდუსტრიაში. პირველად იყო იდეა კავშირგაბმულობის ბაზრის ციფრული ტრანსფორმაციის. ამავე იდეაზე დაშენდა Selfie Mobile-ის განვითარების სტრატეგია და შეიქმნა ბრენდი, რომელმაც ადამიანებს შორის საზღვარი სრულად წაშალა და კომუნიკაცია ქვეყნის ყველა წერტილში მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახადა. განვლილმა 3 წელმა ბიზნეს პორტფელი, არაერთი წარმატებული ისტორიითა და ასეთივე ბიზნეს პარტნიორობებით აავსო. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული BAG-ისთან თანამშრომლობა. დაფუძნებიდან კომპანია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრია, რომელიც განვითარების ყველა ეტაპზე Selfie-ს უპირობო მხარდამჭერია. Selfie-ის ბრენდა ჩამოყალიბების მერე ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ბაზარზე არის ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი. ყველაზე მთავარია, რომ კონკურენციის ნაწილში ქმნის იმ დამატებით, ვთქვათ, კონკურენტულ გარემოს, რომელიც აუცილებელია ტექნოლოგიური განვითარების, იმიტომ თუ არ იქნება კონკურენცია და არ იქნება ეს იმდენად მაღალ ტექნოლოგიური ბიზნესია, არ იქნება აი ეს მუდმივი ნადირობა მოხმარებელზე, ცხადია და გასაგებია, რომ იქ ვერ განვითარდება ტექნოლოგიურად კომპანია. ბიზნეს ასოციაცია ძალიან პროაქტიულია, თავიდანვე პირველივე ეტაპზე ერთვებოდა ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაშიც, აგრეთვე ძალიან ხელს გვიწყობდნენ ბევრი საკანონმდებლო ცვლილების ინიცირების ნაწილშიც და სახელმწიფოსთან ბიზნესის ინტერესების გატარებაში და დაცვაში. ამიტომ მე მხოლოდ დადებითად და უაღრესად საჭიროდ მიმაჩნია მათთან თანამშრომლობა. საქართველოში ყველაზე სწრაფად მზარდი ტელეკომი. ამ ერთი წინადადებით შეაფასა Global Banking and Finance-მა Selfie-ის 3 წლიანი ისტორია და ამ ტიტულისთვის კომპანია სპეციალური ჯილდოც გადასცა. მიღწევა ცხადი ამყარებს რიცხვები, რომელიც საცალო შემოსავლების 17.7%-იან, EBITDA-ს 33.2%-იან, ხოლო მთლიანი შემოსავლების 11.2%-იან ზრდას ასახავს. ზრდის ანალოგიური ტემპი ვრცელდება მომხმარებელთა რაოდენობაზეც, რომელმაც აგვისტოში რეკორდულ მაჩვენებელს 1.360.000 მიაღწია. ინტერნეტ ტრაფიკის მოცულობამ კი 14.900.000 მეგაბაიტი შეადგინა. გეომეტრიული პროგრესიით მზარდ შედეგებს, როგორც ამბობენ, ინოვაციების მუდმივად ავანგარდში ყოფნა განაპირობებს. 4G-ის დანერგვაშიც პირველები ვიყავით, 5G-ც პირველებმა შევიძინეთ, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა არის, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სწრაფი ინტერნეტის დროზე დანერგვა და მიწოდება ჩვენი მომხმარებლებისთვის და არა მარტო ჩვენი მომხმარებლებისთვის, არამედ შევძლოთ კონკურენტის მომხმარებლების გადმობირებაც. აგრეთვე ჩვენი მთავარი ფოკუსი არის არა მარტო სტანდარტული ტელკო სერვისების მიწოდება, როგორიც არის ზარი ან მხოლოდ ინტერნეტი, აგრეთვე სხვა ციფრული სერვისების მიწოდება. პირველები იყვნენ მაშინაც, როცა საქართველოში Travel eSIM-ი დანერგეს. სერვისი, რომელიც მაღალხარისხიანი ინტერნეტის მიწოდებით ნებისმიერი ქსელის აბონენტებს ახალ სამოგზაურო გამოცდილებას თავაზობს. და ნოვატორები იყვნენ მაშინაც, როცა ევროპის წამყვან მობილურ ოპერატორ Vodafone-თან პარტნიორობით მომხმარებლებს ლოიალობის პლატფორმა შესთავაზეს. გვყვებიან იმასაც, რომ ამ პლატფორმაზე ნებისმიერი თაობისა და გემოვნების ადამიანი სურვილის ასახდენად საჭირო შეთავაზებას აუცილებლად იპოვის. ყველა
ყველაზე დიდ წარმატებად მიმაჩნია Vodafone-თან პარტნიორობა და ეს ეგრეთ წოდებული Happy პლატფორმის დანერგვა ჩვენს აპლიკაციაში. ამ პლატფორმაზე წვდომა ჩვენს მომხმარებლებს აძლევთ ექსკლუზიურ ფასდაკლებებს საქართველოში არსებული და არა მარტო საქართველოში საერთაშორისო კომპანიების პროდუქტებზე. შეიძლება იყოს Nike დასვენების TripAdvisor-ის ფასდაკლებები, აქ ჩვენთან ყოველდღიურობაში აფთიაქებიდან დაწყებული ნებისმიერი საქონელი, Coca-Cola-ს აქციებიც და ყველაფერი სპეციალური ფასდაკლებებია ჩვენი მომხმარებლებისთვის. პირველია, რომელიც გახდა Vodafone-ის პარტნიორი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ აი ტექნოლოგიურ სიახლეებთანაც წვდომა კომპანიას და მეორეს მხრივ საერთაშორისო პარტნიორობის ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია გლობალურ სამყაროში ამ ტიპის პარტნიორობა. მე ვფიქრობ, რომ კომპანიას თავის განსხვავებული ნიშა, განსხვავებული ბიზნეს მოდელი აქვს და ძალიან წარმატებულად ვითარდება აი ამ ბიზნეს მოდელით, რომელზეც არის საუბარი. მიღწეული მიზნების ამოხსნილი ამოცანებისა და გაუმჯობესებული შედეგების მთელი ნუსხა, როგორც ამბობენ, შეუჩერებელი განვითარების გზის ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ახალი მიზნების მთავარი ორიენტირი ინოვაციის დანერგვა, ქსელის განვითარება და ტექნოლოგიებისა და ადამიანების კიდევ უფრო მჭიდროდ დაკავშირებაა. თუმცა BAG-ის წევრი ყველა ახალ და ცვლად გეგმასთან უცვლელი მისიით მიყვება. იყოს ის ბრენდი, რომელიც ადამიანებს, ურთიერთობებსა და ემოციებს აერთიანებს.